ქეთევან მაღალაშვილი არის ახალი ქართული მხატვრობის, ან უახლესი დროის უბრალოდ ერთ-ერთი სიამაყე. და ის თამამად შეგვიძლია დავაყენოთ დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენა ახვლედიანის გვერდით. ქეთევან მაღალაშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1894 წლის 19 აპრილს. მამა კონსტანტინე მაღალაშვილი პროფესიით იყო ფინანსისტი და ძალიან ხშირად უწევდა სხვადასხვა რეგიონებში სამუშაოდ გასვლა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ქუთაისში მუშაობის პერიოდში გაჩნდა ქეთევანიც. 5 დედმამის შვილები იყვნენ ქეთო და მისი და-ძმები და აქედან ოჯახი შექმნა მხოლოდ არჩილმა, ოღონდ ყავდა ერთი შვილი და დიმიტრიმ, რომელსაც 2 შვილი. დანარჩენი არც თამარას, არც ლუარსაბს და არც ქეთოს თვითონ შვილები არ ყოლდნენ. 3 წლის იყო, როდესაც დაბრუნდნენ თბილისში და შემდეგ ქეთო აგრძელებს სწავლას ქალთა მესამე გიმნაზიაში, სადაც ასწავლიდნენ ხატვასაც. ძალიან გაიტაცა ქეთო ხატვამ, რა თქმა უნდა, და რამოდენიმე ნახატი მაშინვე შეასრულა. ეს ნახატები უნახავს იაკობ ნიკოლაძის მეუღლეს, ძალიან მოსწონებია და შეუთავაზებია ქეთოსთვის, რომ იქნებ აკადემიის ნატიფი ხელოვნების სასწავლებელში ჩააბარო, კავკასიის უკაცრავად ნატიფი ხელოვნების სასწავლებელში ჩააბარო. მართლაც ქეთო დაუჯერა, ჩააბარა და ისეთი პედაგოგების ხელმძღვანელობით სწავლობდა ქეთო, როგორც იყო თვითონ იაკობ ნიკოლაძე და მოსე თოიძე. მისი ოცნება იყო მოსკოვში სწავლის გაგრძელება და 1914 წელს ქეთევან მაღალაშვილი გაემგზავრა მოსკოვს და იქ ჩააბარა, მიიღო მაღალი შეფასებები ყველა იმაში. ეს იგი ძალიან დიდი კონკურსი იყო, 32 ადგილზე 420 კონკურსანტი ღებულობდა მონაწილეობას და გაიმარჯვა ამ კონკურსში. მან ვერ შეძლო ამ სკოლის დამთავრება რუსეთში დაწყებული რევოლუციური მოვლენების გამო და მოუხდა დაბრუნება საქართველოში. პირველი პორტრეტი ქეთომ შეასრულა 1919 წელს, როდესაც მამიდასთან ნუცა მაღალაშვილ სულხანიშვილთან სოფელ აწყურში იმყოფებოდა სტუმრად. იმ ოჯახში ყოველ საღამოს იიკრიბებოდნენ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები და ერთ-ერთი ასეთი საღამოს დროს ნუცა მამიდას ჩიხტიკოპი ჩაუცვია და ისე დახვედრია სტუმრებს და ამან ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა თურმე ქეთოზე, რომ მეორე დღეს შეეხვეწა მამიდას, გეხვეწები ზუსტად ისეთივე ჩაცმულობით მინდა შენი პორტრეტი დავხატო. ოცდაათიან წლებში ძალიან კარგად მოქმედებდა მასზე მისი მეგობარი დიდი ქართველი მოღვაწე დიმიტრი შევარდნაძე. თბილისში რომ დაბრუნდა ქეთევანი, ეს არის 1917 წელი, ხომ? დიმიტრი შევარდნაძე ამ დროს უკვე დაბრუნებულია მიუნხენიდან. აი ამ პერიოდში ხდება მათი გაცნობა, დამეგობრება და ეს მეგობრობა მათი გაგრძელდა სადღაც 19 წელი. ამაზე ლეგენდები დადიოდა. მე მომისმენი ამაზე ელენა ახვლედიანის ნათქვამით, ლადო გუდიაშვილის, ესე იგი მათი სიყვარულის რაღაცა ძალიან შეამაღლებული ესეთი სიყვარული და თითო შევარდნაძის პორტრეტიც აქვს მას გაკეთებული. შემდგომში უკვე დიმიტრი, როდესაც რუსთაველზე გადადის გალერეაში საცხოვრებლად, თავის ატელიეს უთმობს ქეთოს და ქეთო ცხოვრობდა იმ ატელიეში 53 წლამდე 1922 წლიდან. წლის მერე გადმოდის ჭავჭავაძის პროსპექტზე, სადაც სიკვდილის სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ცხოვრობდა. დიმიტრი შევარდნაძე თავისი საცხოვრებელი ადგილიდან გადადის რუსთაველის პროსპექტზე მდებარე მაშინ დიდების ტაძარი ერქვა შენობას, რომელშიც შემდგომ ბინა დაედო ეროვნულ გალერეას.
კეთოც იწყებს რაღაცა პერიოდი დიმიტრისთან მუშაობას ბიბლიოთეკაში, რომელიც პირველ სართულზე მდებარეობდა და სწორედ აი ამ პერიოდში იქმნება არაჩვეულებრივი ტილოები კეთოსი, როგორც არის იაკობ ნიკოლაძის პორტრეტი, ელენე ახვლედიანის პორტრეტი, ეს არის 1921-22 წლები. იაკობ ნიკოლაძის აი ამ პორტრეტით თვითონ იაკობ ნიკოლაძემ თავის საიუბილეო საღამოზე წარადგინა ქეთევანი დიდი აუდიტორიის წინაშე და მიულოცა ქართულ საზოგადოებას უდიდესი მხატვრის დაბადება. იყო ძალიან თავდაბალი. ახლა თავის თავს არასოდეს წინ არ წამოწევდა. საუბარში რო ეტყოდი რომ ქალბატონი კეთო აუ ეს რა კარგი ნამუშევარია და როგორია თვითონ აი თითქოს არ სიამოვნებდა ეს შექებაც. სხვა სოთავი დავანებოთ, მანგან დაგვიტოვა ქართული ინტელიგენციის პორტრეტი ნიკოლაძიდან დაწყებული, გათაებული რავი ბოლო წლებში ვინ არა ელისოვი სალაძე დავუშვით. სხვა შევსწრებიორე რომ არც ერთი ბელადი მაგას დახატული არ აქვს. აი სტალინის პორტრეტი არ აქვს. არც ერთი. 23 წელი. აი ამ პერიოდში საქართველოსთან ხდება ევროპაში გაგზავნა ქართველი მხატვრების. ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე ამ დროს უკვე პარიზში არიან. კეთოს უწევს მიუნხენში წასვლა. მიუნხენში მხოლოდ და მხოლოდ 5 თვე შეძლო გაჩერება. პარიზიდან ხშირად მოსდის წერილები მეგობრებისგან, ლადოსგან, ელიჩკასგან, კეთო სად ახარ ჩამოდი, კეთო სად ახარ ჩამოდი და ჩადის კეთო პარიზში. ლადო გუდიაშვილმა ესეთი წერილიც კი მოსწერა კეთოს. წერილზე მიხატული ქონდა ეიფელის კოშკი, კოშკის თავზე პატარა ფიგურა და წერილი იყო ესეთი სახელწოდებით კეთო, ეს მე ვარ ეიფელის კოშკზე ლადო და მე შენ გიმზერ ეიფელის კოშკიდან თაწმინდაზე. რო ჩამოვიდა ძალიან წვიმიანი ამინდი იყო და ლადო ვერ დახვდა. თან ფრანგული არ იცოდა თურმე საერთოდ და ნუ რაღაცა ტაქსის ცხოლს გააგებინა და ძლივს მივიდა თურმე. პარიზში კეთო სწავლობს კოლაროსის კერძო სასწავლებელი იყო ესეთი, სადაც სხვათა შორის პოლ გოგენის გაკვეთილებსაც ესწრებოდა. თავისი ხასიათის მიხედვით ყველა მხატვარს თავისი ზედმეტი სახელი შეარქვეს. ელენეს თავისი ბობოქარი და ისეთი ხასიათიდან გამომდინარე ეძახდნენ ქარიშხალა ელენეს თურმე. კეთო იყო საოცარი მშვიდი გაწონასწორებული და ეძახდნენ მწყერას. ლადო გუდიაშვილი იყო ზღაპარი ლადო და დავით კაკაბაძე საოცარი დავითი. მაგრამ აი რა არის მთავარი იქ ლადო გუდიაშვილი გამოიფინა ფრანგულ გამოფენებზე ელენეც, დავითიც და მაგის სახელი არ ჩანს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ყოფილა ძალიან ავად, ოპერაცია გაუკეთებია იქ საფრანგეთში. ხელნაწერთა ცენტრში არის არაჩვეულებრივი ფოტო, რომელიც უჩუქებია ელენე ახვლედიანს ქეთევან მაღალაშვილისთვის და უკან წერია საიქიოდან დაბრუნებულს. ძალიან მეგობრობდნენ ექვთიმე თაყაიშვილთან, რომელიც ცხოვრობდა ლევილში, ჰქონდა საკუთარი ბოსტანი თურმე და ელენე და კეთო ძალიან ხშირად სტუმრობდნენ ექვთიმეს. ექვთიმეს პორტრეტიც დაუხატია იმ პერიოდში კეთოს თურმე, თუმცა მე არ მოსწონებია და დაუხევია. სხვათა შორის ჰქონდა ეს თვისება. თუ რაიმე ნახატი არ მოეწონებოდა, აუცილებლად იმას ხევდა. რომ მოდიოდა უკვე საქართველოში, ექვთიმე თაყაიშვილმა გამოაცილა თავის ცოლთან ერთად და თქვიათ, რომ რა ბედნიერი ხარ, რომ საქართველოში ბრუნდებიო. ახლა აი ჩემი ურთიერთობა ქალბატონ კეთოსთან დაიწყო. მე ახალგაზრდა ვიყავი მაშინ ეს არის 60-იანი წლების 70-იანი. ერთ დღეს კავშირში მითხრეს რომ გამოფენა გაიხსნა აი რუსთავის სისფერ გალერეაში. მეც მქონდა ერთ ნამუშევარი იქა და რაღაც უკითხია კეთოს რომ ეს ვინ არის ეს ავტორიო და ტელეფონი დაუტოვე დამირეკოს. დაურეკე. მთხოვა რომ ისულიყავ სახელოსნოში მასთან. ახლა დაიწყო ჩემი ურთიერთობა.
მივედი ჭავჭავაძის პროსპექტზე ქონდა სახლი სახელოსნო, სადაც ცხოვრობდა. რაღაც ერთი სიმშვიდე იყო, რომ შევედი ამ სახლში საერთოდ. სიმშვიდე, სიწყნარე, რაღაც მუსიკა, ისეთი დაბალხმაზე კლასიკური მუსიკა. ძალიან გვიყვარდა ჩვენ ბავშვებს, მე და ჩემი და მაშინ პატარების სკოლის ასაკისანი ვიყავით, ქეთოსთან მისვლა სტუმრად, იმიტომ რომ თითქმის ყოველ საღამოს პატარა მაგიდა ქონდა, მრგვალი მაგიდის გარშემო იკრიბებოდნენ ისეთი არაჩვეულებრივი ხალხი, როგორებიც იყვნენ ვასო გოძიაშვილი, სოლიკო ვირსალაძე, ელენა იყო ძალიან ხშირი სტუმარი ქეთოსი და ჩვენც ახლა ბავშვებს ხო წარმოგიდგენიათ. ორჯერ დამხატა, სხვათა შორის ერთი პორტრეტი ვარ სადღაც დაახლოებით 8-9 წლის, მეორე ცოტა მოგვიანებით ის პორტრეტი მე სიმართლე გითხრათ ცოტა არ მიყვარს და არც ვაჩენ. ქეთევან მაღალაშვილი და ბიძაჩემი პროფესორი მიხეილ ზანდუკელი იყვნენ ნათესავები. და ეს ნათესაობა გადაფარა მეგობრობა მაგათმა. ისეთი მეგობრობა ჰქონდა მაგ ოჯახთან, რომ როდესაც მიხეილ ზანდუკელი გადაასახლეს 41 წელს ციმბირში და იქიდან დაბრუნდა მერე 5 წლის შემდეგ, აუგზავნეს თბილისში ცხოვრება. და რომ ვიფიქრეთ, რომ სად მაშინ ეთქა ბიძაჩემო, რომ რასაკვირველია კახეთში წავალ ქეთევ მაღალაშვილის ოჯახშიო. 4 წელი ცხოვრობდა ბიძაჩემი თელავში. თელავში უყვარდა ძალიან წასვლა. ძალიან ხშირად ჩადიოდა ქეთო თავის მეგობრებთან ერთად. ძალიან ხშირად. ერთი ფოტოც კი ინახება ჩვენთან ოჯახში, სადაც ურემზე არის შემოსკუპული მშვენივრად გიორგი შენგელაია, სლავა რიხტერი თავის მეუღლესთან, ნინა დორლიაკთან ერთად, ირინა ჩიჟოვა, ნატო ვაჩნაძე, ელენე ახვლედიანი. ქეთო არ ჩანს იმ ფოტოზე, იმიტომ რომ ურემზე არ დაჭდა. ქეთო ყვებოდა ხოლმე, რომ თელავში ხინკალს აკეთებდნენ ერთად, იქ თელავში. ქეთოს ძმა, ქეთოც იქ იყო ბიძაჩემი და ეჯიბრებოდნენ, ვინ მოახვევდა, ვინ უკეთესი იქნებოდა. ძალიან გაუჭირდა ქეთოს თურმე თავიდან კონსტანტინეს დახატვა, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ ურთიერთობა ვერ დაამყარა ისეთი. თუმცაო მერე იძახდა, მაინც მოვათვინიერეო და როგორც მინდოდა ისე დავხატე. კონსტანტინე აბოს ონა ნათქვამი, ნახევრად ხუმრობ განსახურდეთ, ასო ქალებსო მე ვიმორჩილებო და ერთადერთ ვის მეშინია ეს ქეთო. ერთი ისეთი ინციდენტი მოხდა, შალვანო ცუბიძე იყო თამადა და რო წამოდგა, თქვა რომ მე ქართული უნივერსიტეტის სადღეგრძელო უნდა დავლიო. იქ იყო ქეთოც და იქ ვიყავით ჩვენ სუყელანი. მერე ისე მოხდა რომ სუყელა გაჩერდა, ამ დროს ის არ იყო ქართული უნივერსიტეტი, ადგა ბიძაჩემი გარე და სადარბაზოში გაიხედა და ქეთო გაყვადა. მიხაკო, რა ხდებაო, რატო იხედები? რა ვიცით რა მოხდებაო? სუყელა შეშინებული იყო მაშინ. ერთხელ მივედი და ხედავ პატარა პორტრეტი და რაღაცა ფანჯარასთან არის ელისო და რაღაც სევდიანი და ფანჯარაში რაღაცა ისეთი ის არის განწყობა, რომ წვიმა თითქოს და თვითონ ეს პორტრეტიც ისეთია, რაღაც თითქოს ეს ბუნება თუ ეს წვიმა, ყველაფერი რაღაც ერთმანეთთან იყო ესე შერწყმული და მე ვუთხარი, რა სევდიანია რა არის. ეს არის ის დღეები, როდესაც დედა გარდაეცვალა ელისოს და ჩემთან დადიოდა სულ. იმის მერეო და ეს სევდიანი იყო სულ და თითქოს წვიმიანი დღე იყო ფანჯარასთან დადგა, თითქოს ბუნებამაც ხელი შეუწყო. მთლიანად რო ესევდა და ეს განწყობილება რო გადმოეცა და ამის დიდოსტატი იყო ქეთო. დამიყვარდა მისი პროცესი, როცა ის აკეთებდა. ერთადერთი ვაწყენე დამიბარა, პორტრეტი უნდა გაეკეთებინა და არ მივედი. მერე გაფარზებული იყო ჩემზე.
აი ესეთი ხალი არ იყო, რომელთანაც ასე იცელქებდი და რაღაც აურევდი ან დაურევდი, არა. ძლიერი პიროვნება იყო, საინტერესო პიროვნება იყო, ინტელექტუალური იყო, დახვეწილი იყო. 60-იან წლებში ჰქონდათ გამოფენა ქეთევ მაღალაშვილს და ელენე ახვლედიანს სტალინში. იქ რო ჩავიდნენ, ექსპოზიცია უკვე მოწყობილი დახვდათ. ნათელ ოთახში იყო გამოფენილი ელენე ახვლედიანის სურათები და ბნელში უფრო ქეთოსი. ქეთო ისეთი ქალი იყო, არ მიცა რეაქცია. მეწყინა რასაკვირველება და არ მიცა რეაქცია და იმას ისეთი ამბავი აუტეხია, მოახსნევინა ყველაფერი და თანაბრად გაანაწილებინა. 59-60-იანი წლები იყო, შეუსრულდა 75 წელი მიხეილ ზანდუკელს. რო გადაწყდა, რომ იუბილეი უნდა აღენიშნათ უნივერსიტეტში, მოწაფეები შეიკრიბნენ, ქეთო მაღალაშვილთან მივიდნენ და სთხოვეს, რომ პორტრეტი დაეხატა მიხეილ ზანდუკელის. უთხრა მიხაკო, ჩემი ახლობელიაო და ხან იქ მიდიოდა, სადაც იყო, არ ვიცი. როდესაც მიაკითხეს ქეთო მაღალაშვილს და მიუტანეს თანხა, გაგიჟდა, როგორ გამიბედეთო, რომ მე მიხაკო დავხატე ფულის გულისთვისო. აღმერთებდა ფიროსმანს ქეთო და იძახდა, რომ ძალიან გული მწყდება, რომ მაშინ შევხვდი, როდესაც ახალგაზრდა და პატარა ვიყავიო. მე რომ ეხლა შევხედროდი მასო, აუცილებლად მუხზე დაუჩოქებდი და თაყვანს ვცემდიო. და ძალიან უყვარდა მისი გამონათქვამები, სხვათა შორის ფიროსმანს ქონია ესეთი გამონათქვამი, ნიჭი და მეღალაო. ერთხელ თურმე იმდენი ხანი ელოდა თავის მოდელს, რომელიც უნდა მისულიყო და დაეხატა, რომ აღარ დახატა და უთხრა, იცით რა, მეც ნიჭი დამეღალაო და მოდელებთან ურთიერთობა ქეთოსი განსაკუთრებული იყო, არაჩვეულებრივი. თითქმის ყველა მოდელი, რომელიც ქეთოსთან პოზირებდა, მერე ხდებოდა მისი უახლოესი მეგობარი. მებები ელიკო და ილარიონის წაკითხვის შემდეგ იმდენად დაინტერესებულა ნოდარ დუმბაძის პიროვნებით, რომ მოინდომა თურმე გაცნობა მისი, გაიცნო ნოდარი და ორ ჯგუფად ყოფდა ქეთევანი მოდელებს. იყო უფრო რთული მოდელები და იყვნენ უფრო იოლი მოდელები. ნოდარი მიეკუთვნებოდა თურმე რთულ მოდელებს, იმიტომ რომ ძალიან მოუსვენარი იყო. ერთი პოზაში ვერ ჩერდებოდა, ხან ფეხი უბუჟდებოდა, ხან ხელი უბუჟდებოდა, ხან წელი უბუჟდებოდა და სუც ქმუტავდა თურმე ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ერთხელაც ისე შეწუხებულა, რომ წამომხტარა სკამიდან და ქეთოს უთქვია, რომ კი მარა ნოდარ, რა არის ეს პროტესტიაო და ეხ ქეთო უთქვია, ნეტავ პროტეზი იყოს, რაღა მიჭირდაო. ელის ოვირსალაძესთან მეგობრობდა ძალიან ქეთო. ყოველთვის, როდესაც მიდიოდა, უკრავდა ინსტრუმენტზე, იმიტომ რომ იცოდა, რომ ქეთოს ეს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და ქეთოც შესაბამისად იძახდა, მე ძალიან მიყვარს ამ გოგოს ესეთი გაფრენილი თვალების ყურებაო. ანა კალანდაძესთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქეთოს. ქეთევანთან ყოფნის დროსო, ყვება ანა, ელისო ვირსელაძე მოვიდა ზუსტათო და დაждდა ელისო და ჩვენ ვხატავ ქეთო მე ამ დროს ხატავდა ანას და ელისოს დაუწყია დაკვრა. და იმდენად გავერთეო აი ამ მოსმენითო, ანა იხსენებს, რომ სრულიად დამავიწყდაო, რომ სეანსზე ვიყავიო და მთლიანად ჩაერთო თურმე ამ მუსიკაში, მსმენელის პოზა დაიჭირა და მთელი გულის ყურით უსმენდა მუსიკას. ქეთო მყურა თორმე და ბოლოს უთხრა, ანა, რაშია საქმე, თქვენ აქ მუსიკის მოსასმენად და სიამოვნებისთვის კი არ მობრძანებულ ხართ, აქ იმისთვის მოხვიდით, რომ დაიტანჯოთ. ძალიან სევდიანი იყო თვითონ შინაგანად, რა ძალიან გულჩათხრობილი იყო. გალაქტიონ იგონებს, რომ როდესაც არ ლაპარაკობს და გულმოდგინედ მუშაობს, უცებ ამოიოხრებს ჩუმად ხოლმე, რაზეთ ვინ იცის. მე ფიქრობ ის ასეთი სევდიანი და გულჩათხრობილი გახდა მას შემდეგ, რაც ეს როცა დიტო შევარდნაძე დახვრიტეს.
მე ფოტოები მაქვს მარტო ნანახი და ეს ისეთი ცოცხალი გოგონა არის. მე რაღაცა ის ეპოქა, ერთი ეპოქა დამთავრდა მისი ახალგაზრდობის ეპოქა ეთყობა მაშინ. დიმიტრი მისულა ქეთოსთან და აი ეს ჯიბის საათი, რომელიც მუდამ თან ჰქონდა, ამოუღია და ქეთოსთვის უჩუქებია. ეს ბოლო პერიოდი მე ხლა უკვე ეს ყოფირო იყო და რაღაცა არ ქონდა ესეთი კონტაქტი. როდესაც მიყავდათ კლინიკაში ბოლო მაგისი ნაჭურმორტი, მინდვრის ყვავილები. სწორედ მაგ პერიოდში მუშაობდა მაგ ნახატზე და რო გაყავდათ თურმე კლინიკაში ესე შეუხედია და უთქვია ეხ დამრჩა ალბათ დაუმთავრებელიო და მართლაც ასე მოხდა, იცით, ვეღარ შეძლო მის დამთავრება, იმიტომ რომ გარდაიცვალა უკვე საავადმყოფოში. ელენე ქვევით მოსაცდელში მისდა იმდენად შეწუხებული, რომ ვერც კი ავიდა სიკვდილის წინ, რომ ქეთო ენახა და რომ გაიგო, რომ ქეთო უკვე გარდაიცვალა, დაუწყია ტირილი, რომ რა მეშველება ქეთო მეშეს გარეშე, როგორღა უნდა ვიცხოვროვო. მე პირადად ძალიან მიყვარდა.